რუხი ხიზილალა ან კამასოკოს პაშტეტი. ვცადოთ? გავაკეთოთ. მომამზადოთ. აქ არის დაახლოებით 9 კილო კამასოკო. მოვხარშეთ. ადუღდება თუ არა 10 წუთი საკმარისია რომ მოიხარშოს. თავისივე წვენი, ცოტა შევინახეთ. ერთი თავი ხახვი, ორი სუფრის კოვზი არაჟანი, ერთი სავსე სუფრის კოვზი ქვილი. დავიწყოთ. ეხლა გავჭერეთ სოკო. დავჭერით ხახვი, სოკო, დავიღოთ ტაფა. დავასხოთ ზეთი, შეგვიძლია ერბო, ან კარაქი. და მაინც ცოტა კარაქს დავამატებ გემოსთვის. დავბრაცოთ ხახვი. დაიბრაცა ხახვი ოქროს ბრამდე. ჩავყაროთ. ხახვი არის ოქროსფერი. ჩავყაროთ. სოკო. ვაცადეთ რამოდენიმე წუთი რომ მოითუშოს. და იმედია ძალიან არ მიწყენთ. სოკოს კუბიკი. ნუ მივცეთ კიდევ უფრო მკვეთრი და გაჯერებული გემო. და კიდევ უფრო კაფეო გამოხატული მკვეთრად გემო მივცეთ. კაი ვარიანტია, მაგრამ ამჯერად მესამე კუბიკი, ცოტა წვენი. ასე. ეხლა დავაყაროთ ფქვილი. სულ ცოტა დავამატოთ კიდე წვენი. და სულ ბოლოში ვამატებთ არაჟანს. ორი სუფრის კოვს. კარგად გავხსნათ არაჟანი. მოურიოთ, რომ თანაბრად იყოს ყველგან. ვაცადოთ გაციება. ხიზილალა მზად არის. დავაგემოვნოთ.